ბატონო ზურაბ, 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაკვლია რაღაცა მინიცეხი იყო, სადაც მზადდებოდა სინთეტიკური ნარკოტიკი. მაშინ თქვენ გქონდათ პოსტი პირდაპირ ციტირებას მოვახდენ თქვენი ფრაზისას, მოკიბულის დრო აღარა, ერია გადასარჩენი. 2 წელი გავიდა ამ ამბიდან. რამე უკეთესობა გვაქვს? რაიმე უკეთესობა არ აქვს, იმიტომ რომ შეხედეთ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა, კრიტიკული მასა ამ საზოგადოების გაიზარდა საბჭოთა კავშირში და დაიბადა საბჭოთა კავშირში და სამწუხაროდ აქვს საბჭოთა კავშირის მენტალობა, სადაც ყველაფერი იყო გაწერილი, იქ ნარკომანია არ იყო, სექსი არ იყო, ადამიანები იქ ასეულობას არ წარმოადგენდნენ, იყო ერთი დიდი კონცლაგერი, ასე ვთქვათ, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. და კრიტიკული მასა ამ დღევანდელი ჩვენი საზოგადოების არის ეს მასა, რომელიც დღეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს შეკვეთას აძლევს. და ნუ ახლა გინახიათ ალბათ უამრავი პოსტი და წელი აკრძალოს სახელმწიფომ ნარკოტიკი. ნუ ხო, გინახიათ. ყველა ციხეში, ყველა დავიჭიროთ, ყველა გაუშვათ ციხეში, თუ არ იქნება. მოკლედ, თუ საბჭოთა კავშირში იყო ესეთი თემა, არ იყო ადამიანი, არ იყო პრობლემა. ხო, მიჩხვალვა იცოდი. ხო, ანუ უნდა დამალულიყო, არავის არ უნდა დაენახა ეს ყველაფერი და ესე იგივე გრძელდება. სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს შეკვეთა შეასრულოს. რომ აი რაღაცა კანონების გამკაცრებით, რაღაცა კამპანიებით, რაღაცებით, მაგრამ თავარს ვერ ხვდება, რომ თუ შენ არ მოახდინე ის, რომ შენი მოსახლეობა ბედნიერი იყოს, ის ყოველთვის მივა ან სასმელთან, ან ნარკოტიკთან, ან რაღაცასთან, ან თამაშთან, იმიტომ რომ ის ეძებს ბედნიერებას. არ აქვს მნიშვნელობა. როცა შენ ყავს უამრავი ემიგრანტი, ძალიან მტკივნეული თემაა, შეიძლება ამაზე ბევრმა რაღაცნაირად ცუდად იმასთანაც, მაგრამ ქალი, რომელიც წასულია იმისთვის, რომ საკუთარი შვილი არჩინოს ემიგრაციაში და რაღაცა ელემენტარული სარჩო კონდეს ამ თავის ოჯახს, წლები ვერ ნახულობენ თავის შვილებს, ხო? ანუ ეს ბავშვები იზრდებიან რეალურად. ეს არის ჩვენი უზარმაზარი პრობლემა და ტრაგედია. მამა, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს თავის შვილი, რომელიც სრულიად არ მუშაობს, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, არანაირი ის არ აქვს, 24 საათი ზის სახლში, აბსოლუტურად არ არის რეალიზებული, ხო? ამას ხო ბავშვი ხედავს ყველაფერს, ხო? ის საცდავი ბებია, რომელიც ზდის, ის ზდის ისე როგორც სხვანაირად ზდის. ის დედა როგორც გაზდის და მამა ისე ვერ გაზდის, ხო? თუ შევხედავთ რა სად გვაქვს პრობლემა? პრობლემა გვაქვს ოჯახებში, სადაც დანგრეული ოჯახებია, მარტოხელა დედები არიან, ემიგრანტი დედები არიან, სადაც უმუშევარი მშობლები არიან, სადაც სოციალური პრობლემები არის ძალიან მაღალ დონეზე. რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ ვითომ რაღაცა ქმნით, ესე ვთქვათ, ილუზიას, რომ რაღაცას ვებრძვით, სინამდვილეში კი არ ვებრძვით, არაფერს არ ვებრძვით. ეს მიდის და მიდის, არ ჩერდება. იმატებს და იმატებს რაოდენობა ადამიანების, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს.